ნიკა მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. ნიკა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებულია დისტანცირდეს ზოგადად პოლიტიკისგან, განსაკუთრებით ხას უსვამენ, რომ ქართული პოლიტიკით არ ინტერესდება. ხშირ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, მან როგორც ქართული პოლიტიკის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ ეს ნაბიჯი გადადგა, ახლა ჯერი ბიძინა ივანიშვილზეა, შეიძლება ასეც ვთქვათ. თუმცა თქვენს მომხრეებს შორისაც, მათ შორის მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები გააჩინა ის მისაყვედური თქვენი მისამართით, უпростоრად ნაციონალური მოძრაობის მისამართით, ის მისაყვედური მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მისამართით, რატომ გადადგა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი. მე მესმის, რომ ადვოკატები მის პოზიციას აჟღერებენ, მაგრამ ალბათ ყველა მაინც მის ოფიციალურ განცხადებას ელოდება, რომელიც არ ჩანს. თქვენ თუ გაქვთ რამე ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და როგორი იქნება თქვენი პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ის მართლა დისტანცირდა ქართული პოლიტიკისგან? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმოთ თქვენს ტელემაყურებლებს. დიდი სურვილი მაქვს მივესალმოთ თქვენი ეთერის მეშვეობით, არ შეიძლება ვიყო ტელეკომპანია თავარში და არ მივესალმო აქედან ჩემს ეხნიას, ნიკა გვარამიას და უსურვო მას გამძლეობა და რა თქმა უნდა მივესალმო ასევე მიხეილ სააკაშვილს, არც რამდენად უყურებს ადვოკატები საუბრობენ, რომ ქართულ არხებს არ უყურებს, მაგრამ იქნებ უყურებს და თვალყურს გვადევნებს და რომ არ გვადევნებდეს მოგითხრა მასას და გამძლეობა და ყველა დანარჩენ პოლიტპატიმრებს და გამძლეობა პირველ რიგში მათ ოჯახის წევრებს. იცით რა არის სანაუშნო ამ კითხვას პასუხს გაგცემდით ცოტა შორიდან, ძალიან ოდენა მინდა მიმოვიხილო და პარადოქსი არის ჩემთვის რა პარადოქსი თუ გნებავთ არის ეს რა მდგომარეობაშიც ცდილობს ქართული ოცნება ჩააგდოს საზოგადოებას. ეს თვითონ არის გამოვალ მდგომარეობაში. რეალურად ამაზეც ვისაუბრებთ, ალბათ რატომ ჯერა რომ გამოვალ მდგომარეობაში და ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს და მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები და აქტიური მხარდაჭერები, რომ ჩვენ ვართ გამოვალ მდგომარეობაში. ეს ჩემთვის არის პარადოქსი. ამას გავშვი ცოტა. ვისაუბრეთ აუცილებლად კობახის. შეიძლება უშუალოდ ადვოკატებს, იცით, თქვიდან გავიმეორებ მე სავსებით ვეთანხმები ადვოკატების პოზიციას, მათ სტრატეგიას, შეუძლებელია ხა თვალყურს ადევნებდე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ ატარებდი იმ სტრატეგიას, რომელსაც ისინი ატარებენ. დიახ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის, როდესაც ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი და ჯანმრთელობა უახლოეს პერიოდში გაუმჯობესდეს, რაც შეუძლებელია ქვეყნის შიგნით, თუნდაც იმ კონკრეტულ კლინიკაში, რომელსაც ვივალმეც უწოდებთ. ამიტომ ერთადერთი სწორი გამოსავალი ჩემის აზრით, რაც მიღებული იქნა ადვოკატების მხრიდან, არის იმუშავონ ეგრეთ წოდებული სასჯელის გადავადებაზე და მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ისინი ხომ არ იბრძვიან ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე მთლიან სასჯელისგან, ამ სამსამართლოს პირობებში, ამასაც თავი დავანებოთ, გაცილებით მოკლე გზა არის მისი სიცოცხლის გადასარჩენად მოხდეს გადაყვანა საზღვარგარეთ. ამიტომ ეს პოზიცია ჩემი ცალსახაა და მივესალმები ამ სტრატეგიას. თან აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლონეთის ხელისუფლების არაერთი პირველი პირი უშუალოდ მიმართავდა ხელისუფლებას და მზადყოფნას გამოთქვამდა, რომ მცად არიან გაიყვანონ მიხეილ სააკაშვილის შესაბამის კლინიკაში. ევროკავშირის რეზოლუციამაც მიუთითა, რომ ჰუმანიტარული მისიით მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გადაყვანილიყო სასამართლოდ და გაეცილოს პოლონეთის სახელმწიფო, ბევრი სხვა სახელმწიფო თვეების განმავლობაში არის მზად, ერთადერთი ვინც ჯიუტად თვალს რეალობას არ უსწორებს, გულისხმობ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობას და უნდა კარგად გვესმოდეს და შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ეს ჯანმრთელობა მისი არ დანგრეულა სწორ ადგილას და არადამიანური მოპყრობა, რომელიც მის წინააღმდეგ გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, აისახა ამ უმძიმეს ჯანმრთელობის კონდიციაზე. ამიტომ ხომ არ იცით როგორ არის დღეს მდგომარეობით პანდემია? არა, თუ შეიძლება ითქვას, რომ შედარებით უკეთ არის, ვიდრე იყო ბოლო თვეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ შედარებით უკეთ არ ნიშნავს, რომ არის კარგად. ყოფილა მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაში
დადგენილი აქვს მას 10-ზე მეტი დაავადება, ნაწილი მათგანი არ ექვემდებარება განკურნებას ქვეყნის შიგნით. ამიტომაც ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არავისთვის, არც ჩემთვის, არც თქვენთვის, არც ჩვენი მაყურებლებისთვის არ უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის ქვეშ ყოფი ვერ უნდა ფიქრობდეს და შეუძლებელი აღემატება ეს ადამიანურ ძალებს იმ პროფესიაზე, რომელშიც იგი არის ძალიან მარჯვი და პროფესიონალი. ხო, ეხლა თქვენ რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გქონდეთ შელახული, ან მე ვიყო იმ მდგომარეობაშიც მიხეილ სააკაშვილი ან ნახევარის დაავადებები მქონდეს, რაც მას ჭირ დღეს, მე დღეს თქვენი სტუმარი ვერ ვიქნებოდი თქვენი გადაცემის და დარწმუნებული ვარ, ვერც თქვენ წაიყვანდით დღევანდელ გადაცემას. მე მახსოვს თქვენი პატიმრობის პერიოდით, თქვენ არ გიშიმშილიათ, მაგრამ ძალიან მძიმე ფერით გამოხვედით ციხიდან და თუ გავითვალისწინებთ იმ უმძიმეს ეტაპებს, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გაიარა ციხეში. ეტაპებით ან ფსიქოლოგიური ტერორი, როდესაც მას ძალადობრივ, ვერბალურ, ასე თქვათ, აქციებს უწყობდნენ ციხის ადმინისტრაციასთან და დინამიკები მიქონდათ და სენას აწყობდნენ და მთელი ქართული ოცნების პარტიული აქტივისტებს ბევრს დაავიწყდნენ. მათ შორის კრიმინალები თვითონ ციხეში გულდანის ციხის ეპიზოდს თუ გავიხსენებთ. და უწყობდნენ არაერთხელ და არა ორჯერ, ხო, რა ტრადიციად აქციეს და მეწმუნეთ ყველაფერსო თავი დავანებოთ, ეხა იქ ვიყავი და ძალიან რთულია, როდესაც ერთ პატარა საკანში 4 კედელში გამოწყდეული ხარ და საათობით გესმის შენი შეურაცხყოფა მიკროფონში, რომელსაც ჩაზახებენ, არ ვიცი, მართლაც ის ადამიანები, რომლებიც ამ სახელმწიფოებრივი წინააღმდეგ გამოდიან სახელმწიფოსი ძირს უთხრიან სახელმწიფოების საფუძვლებს, კრიმინალები, რომლებსაც არაფერი სხვა არ გაიგებათ, გარდა ყაჩაღობისა, გარდა სახელმწიფოსთან ბრძოლისა. აი ეს ადამიანები საგანგებოდ იყვნენ მობილიზებულნი მრავალჯერ და მხოლოდ აი ამ მდგომარეობაში, როდესაც პატიმას აყენებ, მხოლოდ ეს შეგილახავ შენ ჯანმრთელობას. დიახაც, მიხეილ სააკაშვილის დისტანცირება პოლიტიკიდან ამ ეტაპზე არ უნდა იყოს გასაკვირი, ამის თქმას ვცდილობ თეა, но შეუძლებელია ვერცერთი მიწიერი და ზეციერი ძალა ადამიანს ვერ აიძულებს გააგრძელოს პროფესიაში აქტიური მონაწილეობა შემთხვევაში პოლიტიკაში, მანამ სანამ ის არ არის ჯანმრთელი. ხო და რატო ჩდება კითხვის ნიშანი? თქვენთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ჩემთვის ეს მოულოდნელი, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ისედაც ვეღარ ერთვებოდა ამ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად. ჩამოსვლამდეც გულისხმობთ? ჩამოსვლამდეც მას ბევრჯერ უთქვამს, მას ჰქონდა ეხლა შესაძლებლობა თქვენი ტელეეთერებით, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ქონოდა კომუნიკაცია, მაგრამ მაინც მოწყვეტილი იყო. ბუნებრივია, ეხლა ბევრს შეებოდა შაბეჭდილება, რომ იგი იყო ჩართული არათუ რუტინულად, არამედ ხო, ქართული ოცნება ცდილობდა სწორედ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ვიზავი ამ შემთხვევაში და ამიტომ მეწმუნეთ, ეხლა რაში მჭირდება ტყუილის თქვა, მიხეილ სააკაშვილი განდევნილი იყო ამ ქვეყნიდან 10 წლის განმავლობაში, მას შესაძლებლობა არ ქონია არც ერთ ეტაპზე ხარისხიანად ყოფილიყო ჩართული ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. ერთია დიახაც, მოიხა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკას, როდესაც აკეთებ, ხარისხიც თან გქონდეს ხო ამ შენს საქმეს და გარჯას. ეხლა ერთია გქონდეს შესაძლებლობა ჩაერთო თეადეიშვილს კიევიდან და მეორე არის აკეთო ველზე აქტიურად პოლიტიკა, ხო, ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. ბუნებრივია გქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ახლა მით უფრო შეზღუდულია და მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარეს და თლიანად, რა თქმა უნდა, განეიტრალდა პროცესებიდან. თუ გქონიათ კომუნიკაციის მცდელობა მიხეილ სააკაშვილთან მას შემდეგ რაც ის დაიჭირეს, ან განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში, როცა უკვე ადვოკატებმა თქვეს, რომ ის ემიჯნება ქართულ პოლიტიკას და თქვენ გიწევთ პასუხების გაცემა ჟურნალისტების და საზოგადოების მიერ დასმულ კითხვაზე და თქვენ რამდენიმე დღის წინ ისიც კითხვით, რომ დღეს თუ არ ვწდები, უნდა შესულიყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ციხეში. კი, გადაიდო ეს მისი ვიზიტი რამდენიმე დღით. ციხეში კი არა და ნოვივამიჩი, მაგრამ ციხეა ეგრეთ განსხვავდება. გადაიდო რამდენიმე დღით, მაგრამ ეს ვიზიტი შედგება, რა თქმა უნდა, ქონდა კომუნიკაცია და არც თუ ისე იშვიათი, შეიძლება ითქვას ინტენსიური,
მიმოწერისაშუალებით. რა თქმა უნდა, მე როგორც ვინაიდან არ ვარ პარლამენტის წევრი, არ მეძლევა შესაძლებლობა კანონის თანახმად, რომ მომეცეს უფლება მოვინახულო პატიმარი, თქვე მაგრამ მეგობრების მეშვეობით და ეპისტოლარული სახის ურთიერთობა მასთან ბუნებრივია. ქონდა შესაძლებლობა მიმოწერის. უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ეს ურთიერთობა მასთან, რა თქმა უნდა, მე არ ვქონია მიმოწერის სახით. თუმცა საქმის კურსში ბუნებრივია. თუ საიდუმლო არ არის რაზე საუბრობდით? ეპისტოლარული. ზოგადად ახლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მანამ სანამ ქონდა ძალა მიხეილ სააკაშვილის, იმიტომ რომ მერწმუნეთ ციხეში ყოფნისას იქ ნამყოფი ვარ და თითქოს ბევრისთვის ადვილი საქმეა წერილის დაწერა, მაგრამ როდესაც ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობს, ელემენტარული წერილის დაწერაც თით ძალის ყველასთან არის დაკავშირებული. მე ამ პრობლემას, რა თქმა უნდა, თვალს უსწორებ, ეს არ არის მარტივი პროცესი ნაციონალური მოძრაობისთვის, მარტივი პროცესი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა ჩამოინგრევა, ნაციონალური მოძრაობა დაკარგავს საკუთარ ამორჩეველს, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი ზურგს აქცევს და ჯერთიც არსა დართმულა, რომ მიხეილ სააკაშვილი ზურგს აქცევს ნაციონალურ მოძრაობას, ხო, ეს სამწუხაროდ ძალიან ცუდი ინტერპრეტაციით გავრცელდა ამ სახის ინფორმაცია. ერთია, რომ შენ პროცესებს იძულებით შორდები და მეორეა, როდესაც განგებ, ტირაჟირებ, არ მიდიხარ ადამიანების სახით და გვარებით დავასახელო, მაგრამ ცდელობა არ დაუკლიათ, რომ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანო და ეთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს გაბრაზებულია ნაციონალურ მოძრაობაზე, მიხეილ სააკაშვილი თითქოს გულნათკენია. მიხეილ სააკაშვილი, ეხლა ასე ხდება, როდესაც ბრძოლის ველზე შენ მებრძოლს დაგიჭრიან. ბრძოლის ველიდან, ეხლა სანამ ის დაჭრილია, ბრძოლის ველიდან მეგობრებსაც, ადვოკატებსაც ამ შემთხვევაში გაყავთ, რომ ის მოვიდეს წყობში. და მიხეილ სააკაშვილი არ არის მებრძოლი ამ შემთხვევაში. არა, მიხეილ სააკაშვილი არ არის მებრძოლი, ხო, მით უმეტეს. ეხლა მებრძოლია, რა მნიშვნელობა აქვს მებრძოლია, ეხლა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ავანგარდში იდგა წლების განმავლობაში. რაზე საუბრობთ, როცა საკვებს ვერ იღებს ელემენტარულად უკვე თვეების განმავლობაში. რატო გახდა ეს გასაკვირი? ამიტომ ერთია კონტექსტ გულდასაწყვეტია თუ გასაკვირია. არა, ჩემთვის ადამიანურად მე მსურს ადამიანურად მე და ყველა საღათმოაზროვნე ადამიანს იქნება ეს ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი თუ არ იქნება ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი, ყველა ფენის წარმომადგენელი, ვინც ჯერ კიდევ საღათ აზროვნებს და ჯერა რომ ბევრია ასეთი ადამიანი ამ ქვეყანაში, მიუხედავად ყველაფრისა, გულშემატკივრობს ადამიანის გადარჩენას, სიცოცხლის უზრუნველყოფას. გულშემატკივრობა როგორ შეიძლება გიხაროდეს თუ ნამდვილად არ ხარ მოწოდებით ბოროტი ადამიანი. რა თქმა უნდა გიხარდო, თუნდაც იყოს შენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური. მაგრამ მე ნამდვილად რასაც ვერ დავეთანხმები, მოსაზრებები, რომელიც ვრცელდებოდა მათ შორის სოციალურ ქსელში, თითქოს და რაღაცა ესქატოლოგიური შიშები გაჩნდა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი დისტანცირდება დროებით პოლიტიკური პროცესებისგან, ნაციონალურ მოძრაობა ჩამოინგრევა, გაისმა იქ რაღაცა აბსოლუტურად არარაციონალური მოსაზრებები, რომ ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველი გადანაწილდება სხვადასხვა ჯგუფებთან და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამ 10 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის დანგრევა უნდათ არაერთხელ და მოსპობაც კიდევ უფრო ადრეულ წლებში 2013, 14, 15 და ამ გადმოსახედიდან მართლაც შეუძლებელი შეძლო ყველა ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერა და პატივისცემა მათ. ჩემთვის ყველა ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი ხარდაჭერი აქტიური ძვირფასია, ვინც ამ პარტიასთან ერთად ბრძოლა განაგრძო 2012 წლის შემდეგ და არ შეწყვიტა ბრძოლა ამ სახელმწიფოს ინტერესისთვის და ჩემთვის ასევე ძალიან ძვირფასია ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ბრძოლაში 2012 წლის შემდეგ შემოგვიერთდა და ასეთები ძალიან ბევრი არიან და აი ორივე კატეგორიის ასეთი ამორჩეველი და გულშემატკივარი ჩვენი პარტიის ჩემთვის ზნეობრივი გმირია ნამდვილად. არ იყო ადვილი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბრძოლა 2013, 2014, 2015, 2016 წლებში, იმიტომ რომ მაშინ ამოცანა ამ პარტიას ედგა სრულიად განსხვავებული ვიდრე დღეს, ელემენტარულად გადარჩენა როგორც პოლიტიკური პარტიას, როგორც სუბიექტს. ამიტომ ვერავის ვერ დავაიმედებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას რაიმე ტიპის ჩრდილი მიადგება. კი ბატონო, ამოცანა გართულდება, დამძიმდება, მაგრამ ეხლა მაპატიეთ ის, რაც ეხლა ბიძინა ივანიშვილს 10 წლის განმავლობაში სურდა,
და მართლა სურდა დამისვეს ყველაფერს აკეთებდა, ქრონოლოგიურად აღარ ჩამოთვლი რამდენი მცდელობა მოიტანა და იერიში ნაციონალურ მოძრაობაზე, მაგრამ ამას არაფერი არ გამოვიდა ყოველ ჯერზე ამ ბრძოლიდან გამოსულათ ძლიერები და ეს ახლა იქნება ასე, მაგრამ ამ ეტაპზე სიმართლეს თვალს უსწორებთ. პრიორიტეტი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ ამ პარტიას აქვს ამავე დროს ერთდროულად ბოდიში რამდენიმე ამოცანა შესასრულებელი. ნახეთ, არა ვართ. რა არის ეს ამოცანები და მიგაჩნიათ თუ არა რომ თქვენ ასეულ ათასობით მხარდამჭერს შორის მიხეილ სააკაშვილის ხვედრითი წილი ძალიან დიდია და ექნება თუ არა დიდი მნიშვნელობა რა პოზიციით გავა მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში ქართული პოზიციიდან, ქართული პოლიტიკიდან რა იქნება მისი საბოლოო სიტყვა. მე დარწმუნებულია მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავადაც აი ქალბატონო გიულიმაც აღნიშნა და მე მგონი იქნება ქალბატონი გიულიც ჩვენი სტუმარი თქვენს შემდეგ და აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე. ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი განუყოფელი ნაწილი, ხო? ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი არ იყოს გულშემატკივარი ნაციონალური მოძრაობის. გამორიცხავს თქვენ ამას? არც კი ვუშვებ, ისეთ როგორ შეიძლება უბრალოდ შეუთავსებელი რამ არის? შეუძლებელი მიხეილ სააკაშვილი არ იყოს გულშემატკივარი ნაციონალური მოძრაობის. მით უმეტეს, თეა ის ამოცანები, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, გადაჭრილია? ანუ ქვეყანა გათავისუფლებულია ავტოკრატიული რეჟიმისგან, ოლიგარქიული რეჟიმისგან, საფრთხე ჩრდილოეთიდან მომდინარე განეიტრალებულია? არა, პირიქით ხომ არ არის. ამიტომ რატო წამოვიჭრა საუბარი თითქოს ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი და მხარდაჭერი ქუს დაიხურავს და ბრძოლაზე უარს იტყვის. მაშინ ეს საკითხი გამწვავა ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომელიც აპელირებდა თქვენს კომენტარზე და ამბობდა, რომ თავად ნაციონალურ მოძრაობაშია განხეთქილებაო და არის თუ არა ეს ასე, ეს იყო ჩემი ჯერდები ნაციონალური მოძრაობა თავისი ისტორიით არის იმაზე დიდი პარტია თავისი შინაარსით, ამოცანებით, მიზნებით, ვიდრე ირაკლი კობახიძეს გონია. ნაციონალურ მოძრაობას გაცილებით დიდი ამოცანა აქვს შესასრულებელი, ვიდრე დეტალებზე საუბარი, რომელსაც რეალობად ასაღებენ მავანი. სასურველს ასაღებენ რეალობად. ნაციონალურ მოძრაობა შედგება განსხვავებული ბევრი ხარდაჭერისგან, ერთმანეთისგან, მათ აერთიანებთ ერთი იდეა, ქართული ძირითადი ერთ-ერთი მთავარი იდეა, ძალა ერთობაშია, და არა ერთნაირობაში. ძალა ერთობაშია, ძვირფასო მეგობრებო და არა ერთ აზრში. ის რომ ნაციონალური მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარდაჭერებისა უკმაყოფილონი არიან დღევანდელი ყოფით, ეს ბუნებრივია. მე რა კმაყოფილი ვარ, თქვენ რა კმაყოფილი ხართ, როგორ შეიძლება მანამ სანამ მილიარდელი ადამიანი, რომელსაც ქვეყნის ადავეები მიიტაცა და ეს პრობლემა არ არის გადაჭრილი, ვინმე იყოს კმაყოფილი. მე გადაჭარბების გარეშე ვამბობ, მithქვამს და გავიმეორებ თქვენის ნებართვით, არც მეტი და არც ნაკლები, მე ვფიქრობ, ჩვენ დაახლოებით 1920 წლის დაახლოებით საქართველოში ვცხოვრობთ, ჩათვალეთ თავისი გამოწვევებით. თუ კი სამწუხაროდ 1921 წელს ოკუპაციის თარიღი მაინც ვიცით დღეს. ერთი საუკუნის წინ რაც მოხდა 25 თებერვალს დაგვიყო წითელმა არმიამ, ხო? რუსული პროპაგანდა ნაბიჯ მეთოდურად მუშაობს იმდაგვარად, რომ ჩვენ თუ რა თქმა უნდა არ ვიღონეთ, არ მოვახდინეთ მობილიზაცია საკუთარი ძალებისა, სამწუხაროდ ოკუპაციის თარიღიც კი არ გვექნება ახალი თეა. ჩვენ ერთი საუკუნის წინ 1921 წლის 25 თებერვალი ვიცით რომ იყო ოკუპაციის დღე და დღესაც სამწუხაროდ ძალიან დიდი ტკივით ვიხსენეთ. მაგრამ ვითარება ახლა იმდაგვარია. დიმიტრი მედვედევის სახელით გავრცელებული წერილიც. იმგვარია რომ სოციალური პრაქტიკულად დაყრობა ჩვენი ქვეყნის არის მოქმედებაში მოყვანილი. ნიკა, მინდა დაუბრუნდეთ მიხეილ სააკაშვილის დროებით მანამ სანამ იგი გამოჯამრთელდება დისტანცირება ქართული პოლიტიკიდან გამოიწვევს იმას რომ ნაციონალურ მოძრაობამ ფარფალი დაყაროს ეხლა მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ მის გარეშე თქვენი პარტია, ამაზეც ვისაუბრეთ, რა გეგმები გაქვთ? არის თუ არა კონსოლიდაცია პარტიაში, არის თუ არა მზადება ახალი ეტაპისთვის თქვენი პარტიის ცხოვრების? მოვდივარ
ჩვენი მეგობრების შეხვედრით და მეგობრებთან ერთად ქონდა შეხვედრა ჩვენ თანაპარტიელებს გულისხმობთ თუ ოპოზიციის სხვა წევრებს? არა, თანაპარტიელებს და მიმაჩნია რომ ამ ეტაპზე განსაკუთრებით ზაფხულში ყველა პარტიამ, მათ შორის განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობამ, ყველაფერი უნდა გააკეთოს, თავისი რიგები გაიძლიეროს. ხშირად საუბრობენ ჩვენი მეგობრები ერთობაზე. ეს ერთობა ჩვენ საზოგადოებას დავანახეთ, რომ არათუ შესაძლებელია, არამედ სახეზეა. და ეს ერთობა რომ კიდევ უფრო დიდი შედეგის მომტანი იყოს, მნიშვნელოვანია რომ ცალცაკე ყველა პარტია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, გაიძლიეროს საკუთარი რიგები, გაზარდოს საკუთარი შესაკრები და ჩვენი დღეს, როდესაც საჭირო გახდება ჩვენი ერთობა ამა თუ იმ მოვლენის გარშემო, ჯამები ვიყოთ მეტი, გესმით? მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ პარტია ლელო დამოუკიდებლად გაძლიერდეს, ელენე ხოშტარეს პარტია თავის დამოუკიდებლად გაძლიერდეს, სხვები და სხვები. და ნაციონალურ მოძრაობას ამ ბრძოლაში აკისრია კიდევ უფრო დიდი მისია. ლოკომოტივის ფუნქცია, თქვენ ფიქრობთ? დიახ, ნაციონალურ მოძრაობა ცდილობს, რომ საკუთარი რიგები გააძლიეროს და შემოდგომას ღირსეულად დახვდეს. ახალ წევრებს ელოდებით? ამისთვის მუშაობთ? ისიც რა, როგორც ახალ წევრებს, ახალ თანამებრძოლებს და ეს ყველაფერი სახეზე, ასევე ჩემი ამოცანაა მეგობრებთან ერთად, რომ ბევრი პასიური ამორჩეველი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ყავს, გახდეს აქტიური ამორჩეველი. როდესაც ამორჩეველებზე საუბრობთ, გასაკვირი არ ვიცი, არის ამორჩეველთა დიდი რაოდენობა არსებობს, რომლებიც მხოლოდ არჩევნებზე დადიან და ტრადიციულად ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ ხარჯს, მაგრამ ამ გამოწვევის წინაშე მდგომ პარტიას სჭირდება უკვე ბევრი აქტიური წევრი, არა მხოლოდ ამორჩეველი, არამედ აქტიური ოჯახის წევრი, რომელიც სხვადასხვა აქტივობაში მიიღებს მონაწილეობას. ნიკა, თქვენ თავად თქვით, რომ 9 წელია, თითქმის 10 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტიური ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ის მაინც არ გახდა გუშინდელი დღე, როგორც პოლიტიკური ფიგურა. მისი მასშტაბიდან გამომდინარე, ის ვერც ქართული პოლიტიკის ოპოზიციურმა ფრთამ აქცია გუშინდელ დღეს და მით უმეტეს ეს ვერ შეძლო ხელისუფლებამ, რომელიც დღენიადაკ ამბობს, რომ მათ უნდა დაამთავრონ მიხეილ სააკაშვილი, მათ უნდა დაამთავრონ ნაციონალური მოძრაობა. ამის მიუხედავად დავანებოთ თავის სხვა პარტიებს. თვითონ თქვენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, როგორ წარმოგიდგენიათ თუნდაც საარჩევნოთ თქვენი პარტიის მომავალი, რა უნდა გააკეთოთ ან რას აკეთებთ, რისთვის ემზადებით, რომ თქვენი პარტიის ლოკომოტივი იყოს რეალურად მოქმედი და გამწევი ძალა და არა ბუტაფორი. დიახ, იცით, მე ვერ დაგეთანხმებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო იმდენად აქტიური ქართულ პოლიტიკაში, უბრალოდ მას არ ეძლეოდა სრულფასოვანი მონაწილეობის უფლება, ხო? ბუნებრივია, თორე რა თქმა უნდა აქტიური იყო შეძლების დაგვარად. ნუ გადაწყვეტილებებს ის ვერ იღებდა. ფაქტია და ქვეყნის მშენებლობა 2012 წელს გადააბარა ქართულ ოცნებას, რომელმაც ნგრევით გააგრძელა. 2013 წლიდან საერთოდ საქართველოში აღარ არის და თქვენც თქვით, რომ ბევრი რამე მას თავისი თვალით ნანახი არ ქონდა, ვიდრე 1 ოქტომბრამდე, როცა ის დაბრუნდა. ეს პარტია ძალიან ახლოს იყო რამდენიმე შემთხვევაში მართლაც განადგურებასთან ჩვენი არაკეთილმოსურნე ძალების მხრიდან მოტანილი იერიშების გამო. მართლა ძალიან მძიმე პერიოდი გვაქვს გადატანილი, არ მინდა კონკრეტული ფაქტები შეგახსენოთ, თუმცა რას აკეთებს პარტია, ემზადება ყველა სცენარის განვითარებისთვის. დაწყებული არ მოვერიდები, რიგითი არჩევნები იქნება თუ მორიგი არჩევნები იქნება თუ ქუჩის დემონსტრაციები იქნება, პარტია უნდა იყოს მზად ყველა სცენარის განვითარებისთვის. აქამდე ეს მზაობა თითქოს მიძინებულია. არა, აქამდე მზაობა მუდმივად იყო, პროცესი არის ცოცხალი პოლიტიკური, მუდმივად პარტიას სჭირდება ყოფნა მობილიზაციაში, უკეთესი ფორმის შეძენა, ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიქნებით კმაყოფილები მანამ და მე მესმის თქვენი კითხვის სულისკვეთება, მანამ სანამ ბიზნე ივანიშვილი არის მართვის სადავეებთან, ჩემთვის რა თქმა უნდა ოპოზიცია სუსტია. მანამ სანამ ბიზნე ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი, ვერც ერთი ოპოზიციოდ განწყობილი მოქალაქე ვერ იქნება კმაყოფილი და აქ კრიტიკა არათუ დასაშვებია, მისასალმებელია, მაგრამ მაშინ კითხოს დავსვავას, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნე ივანიშვილი აღარ იყოს მმართველობაში, ხელისუფლება, რომელიც თქვენ ასე დაიწყეთ ჩვენთან ინტერვიუ, ხელისუფლება, რომელიც არალეგიტიმურია, ჩალის ფეხებზე დგას და მაინც რჩება ხელისუფლებაში და არ აძლევს ამ ქვეყანას წინსვლის და განვითარების საშუალებას. ოპოზიცია, მარტო თქვენზე არ ვსაუბრობ, ოპოზიციის კონსოლიდაციას. მე ოპოზიციის სახელით ამ წუთას ახლა ვერ ვისაუბრებ.
ვისაუბრებდი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ისინიც ცდილობენ რომ ზაფხულის ეს თვე აგვისტო გამოიყენონ მაქსიმალურად, რომ შემოდგომაზე ჩვენ ვიყოთ ბევრად კარგ ფორმაში და მომზადოთ ისტორიული ორთაბრძოლისთვის პოლიტიკური. ნამდვილად მე არ მგონია, რომ შემოდგომის თვეები იქნება ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს იყო თუნდაც გაზაფხულის თვეები, ან თუნდაც ზაფხულის თვეები და ზაფხულის აქციება ამ ყველაფერში დაგვარწმუნა. უბრალოდ განსხვავებით ზაფხულისა, მე მჯერა რომ შემოდგომაზე პოლიტიკური პარტიები, მათ განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობა იქნება ბრძოლის ავანგარდში. და აი ამ ბრძოლაზე მინდა ნიკა კითხვა ყველაფერს ჭირდება, სწორედ გამიგეთ, დაწყებული პოლიტიკური კომპონენტების არსებობა დღის წესრიგში გაგრძელებული ლოჯისტიკური მზადყოფნა. ეხლა გარედან შეიძლება ოდნავ სხვანაირად ჩანს, როდესაც გარედან არაფერი არ ჩანს. არა, ვერ დაგითახმებით. გარედან არაფერი მანამ არ გამოჩნდება, სანამ იცით რა არის, მოდით უსწროთ ვისაუბროთ. აუცილებლად, აქამდე ერთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ასეთივე გულწრფელობით შემიძლია მე მაგალითად კონტრშეკითხვა შემოგიბრუნოთ, ხო? აი გახსოვთ თქვენ მედია წარმომადგენლები იყვნენ აქციების ავანგარდში, ხო? როდესაც კოლეგა მართლა სასტიკად მოკლეს და ყველაზე პოპულარული ამ ქვეყანაში ჟურნალისტები იყვნენ აქციის მართვის სადავეებთან. ამის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე პოპულარული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ აქციის მართვის სადავეებთან და ნუ თუ შემიძლია ხა მე ვთქვა რომ შედეგი რახან არ დაიდო იმ რამდენიმე კვირიანი აქციების შედეგად ეს ბრძოლა იყო ფუჭი. არა, რა თქმა უნდა, ბრძოლა ავტოკრატიულ ხელისუფლებასთან იმ ოლიგარქთან, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის 40% მიიტაცა და ყოველი ორნახევარი ლარი, რომელიც ქვეყანაში ბრუნავს, არის მისი. რა თქმა უნდა, არ არის მისი დამარცხება იმდენად ადვილი, რამდენადაც ბევრს წარმოედგინა. თუმცა ახლა ჯერა ეს არის ახლა ვარ დასკვნით ეტაპზე. ეს არის ძალიან ახლოს ფინალთან, ფინალი, რომელიც უნდა დასრულდეს საზოგადოების გამარჯვებით. ვინაიდან აქ უკვე ფრე აღარ დაფიქსირდება ან რუსეთთან ინტეგრაცია, ან დასავლეთთან ინტეგრაცია. სამწუხაროა, რომ თვეების წინ მსგავსი მხარდაჭერაც კი არ იყო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და სრულიად განსხვავებული საერთაშორისო კონტექსტი იყო, ვიდრე დღეს არის და მე არ მინდა რომ ვინმესკენ ხელი გავიშვირო, მაგრამ როდესაც შენ სახელმწიფოს მიტალცებელს ებრძვი და შენი საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორები ბოლომდე არ გეთანხმებიან იმაში რის ახსნასაც ვცდილობდით წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა ეს იყო შემოფარგებელი. დიახ, თუნდაც ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში მე ხომ მახსოვს ჩვენი მეგობრების პოზიცია. მე ხომ მახსოვს იგივე ჩვენი მეგობარი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოზიცია, რომლებსაც მართლა სჯეროდა დამგადმოსახედიდან და გულუბრყვილოდ რომ სამართალ დამცავი ორგანოების მართლმსაჯულების სისტემაში 1, 2, 3, 4 ტალღის რეფორმა ოდესმე იქნებოდა შედეგიანი. ამ ყველაფერს სამწუხაროდ დაჭირდა დიდი დრო დაჭირდა, მაგრამ ჩვენ ახლა არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. წართმეული გვაქვს მართლა ეს უფლება, დამარცხების უფლება, ისტორიამ წაგვარდა და ბოლო შეკითხვა თუ შეიძლება, იმიტომ რომ მოვიდა ქალბატონ გიული ჩვენი შემდეგი სტუმარი. მიხეილ სააკაშვილს ვიცით ყველამ და არაერთხელ ვთქვით ეს და არაერთხელ ითქმება კიდე ამ ქვეყანაში, რომ აქვს უდიდესი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე. ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ყველაზე დიდი რეფორმატორი და საფუძვლის ჩამყრელი. ის დარჩება თუ წავა პოლიტიკიდან ალბათ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგიდან არ მოიხსნება მისი პოლიტპატიმრობის საკითხი. გადაუადდება თუ არ გადაუადდება მას სასჯელი, ის როგორც პოლიტპატიმარი, სწორედ თქვენი საბრძოლველია რომ გათავისუფლდეს და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, აქვე ნიკა გვარამიაც უნდა გავიხსენოთ და სხვა პოლიტპატიმრები ამისთვის თუ ემზადებით, თუ გაქვთ რაიმე გეგმები ჩვენ ასახში. არ ვემზადებით, ხეა, თვეების განმავლობაში რაც შეგვეძლო, ხა მეკითხებიან შეიძლება რა საკეთებს ნაც არათუ რაც შესაძლებელი იყო და შეუძლებელი, რაც აუცილებელი იყო ვაკეთებდით, მაგრამ მერწმუნეთ არ გამოდი, ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი, მე ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი თქვენ, მით უმეტეს ქალბატონი გიული და ჩვენი მაყურებელი მიხეილ სააკაშვილი დღეს არ იყოს იქ სადაც არის. მაგრამ ნუ სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ტყვეობაში, არა მხოლოდ ბიზინა ივანიშვილის. ბიზინა ივანიშვილი არ არის სუვერენული არაფორმალური მმართველი, ხო?
მისი დახსნა ტყვეობიდან არ აღმოჩნდა იმდენად ადვილი პროცესი, როგორც ბევრს წარმოედგინა. თუმცა ახლა მჯერა, რომ ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს მისი სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს მათ შორის ჟურნალისტების, მათ შორის პოლიტიკოსების, ყველა საჯარო პირის, რომ რწმენა გაუღვივოთ საზოგადოებას. საზოგადოების ნაწილი უნდა მივხვდეთ, მათ შორის მე, რომ ჩვენ პუტინის რუსეთს ჩხუბში ვერ მოვუგებთ. ჩვენ ივანიშვილს ვერ მოვუგებთ ფულში. ჩვენ ვერ მოვუგებთ ფულით. ჩვენ მოვუგებთ სიმტკიცით და მრავალ რიცხოვნებით და არ უნდა იყოს ნიჰილიზმის არც ერთი ბაცილა ჩვენს ოჯახებში შემოსული არაფერი არ გვიშველება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა ხა მიხეილ სააკაშვილის თუ დაატყვევა ჩვენ რაზმიზავს. არა, მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლაში რატომ შემოვიდა? იმ ამოცანების, იმ მიზნების შესრულებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია და მიუღწეველია, რასაც ქვია ქვეყნის გათავისუფლება, ხო? და სანამ ქვეყანა გათავისუფლებული არ არის და მეტასტაზირების პროცესი მიმდინარეობს და საზოგადოება სულ უფრო და უფრო ღრმა ნიჰილიზმში ვარდება, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა პირველ რიგში ჩემი თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საზოგადოება გამოვაფხიზლოთ, საზოგადოებას უჭირთ ძალიან საყოფაცხოვრებო პრობლემები აქვს 24 საათის განმავლობაში და ხშირად ავიწყდებათ ის რეალური საფრთხე და გამოცდილებას არ ვიზიარებთ, რა მოხდა ერთი საუკუნის წინ. მე არ მინდა არავის ამ შემთხვევაში ტელეკომპანია მთავარი არ მაქვს ამყავს ხედველობაში, მაგრამ აი ამბობენ ოპოზიცია სუსტი. კიდევ თქმა უნდა, სუსტი იქნება მანასანა ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩამოშორებული, მაგრამ ბევრი რამ გავაკეთეთ მერწმუნეთ ამ წლების განმავლობაში. ისო საერთოდ არსებობს ოპოზიცია. ისო საერთოდ ჯერ კიდევ თქვენ მაუწყებლობთ, ხო? მაგრამ ახსენდება, როგორ შეიძლება არ გავისმენო, მაგალითად, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ეს თანამებრძოლები იყვნენ ოპოზიციაში, იყო რამდენიმე ჩვენ რომ მაუწყებლობთ, ეს არ ამგონია ოპოზიციის დამსახურება იყოს. მე ვფიქრობ, ოპოზიცია რომ არის, ეს არის სწორედ ჩვენი დამსახურება. ვერ ბოლომდე ვერ დაგეთაფებოდი, ხო? მე ვფიქრობ, ორივე დამსახურება არის. აი, რატო ჩდება მსგავსი ზიარჭუჭლის პრინციპია. თქვენ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის თქვენ ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ, სანამ ის ხელისუფლებაშია და ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ სანამ ოპოზიცია არის ამ ქვეყანას მანამდე გადაფეთქება ტელეკომპანია იმედი პოსტები 24 საათ თუ ჩვენ არ ვარსებობთ, თუ ჩვენ სუსტი ვართ, იხსნება საინფორმაციო გამოშვებები და იხურება ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრით, თქვენზეც საუბრით, მაგრამ რო არ ყოფილიყო მაშინ ხელისუფლების რუსული პროპაგანდა, ბატონ ნიკა და ჩვენი გადარჩენა რუსული პროპაგანდის დამსახურება არა ჩვენი ბრძოლის დამსახურება, ჩვენ დაუსრულებლად ვიბრძვით და სწორედ ამიტომ ვართ ეთერში ახლა. ჩვენ ყველა რისკზე მივდივართ და ისევ ვიბრძვით ბატონ ნიკა. ჩვენ ყველა რისკზე წავსულვართ, აქ არ უნდა მოვუგოთ ერთმანეთს ნიშანი. არა, მე თქვენ მეორეს თქვენ მე მახსოვს ტელეკომპანია მაესტრო 2012 წლამდე მაშინდელ ოპოზიციას აი რა იმედგაცრუება არ გამოუწვევია საკუთარი ამორჩევლებისთვის. რამდენად ბევრი შეცდომა დაუშვია, რა არ გაუკეთებიათ, მაგრამ ნუ მე არ მახსოვს რომ მაგალითად ოპოზიციური პარტიები და ძალები უფრო გაეკრიტიკებიათ, ვიდრე თუნდაც მაშინდელი ხელისუფლება, ხო? აქ ჩვენ გვჭირდება, არ უნდა აქ ხელისუფლებაში მოსვლაზე ხო არ საუბრობთ, თეა? მეც ისეთივე მებრძოლი ვარ, როგორი ბრძოლის ხელისუფლებაში მოსვლაზე უნდა საუბრობთ. არა, ახლა სხვა ამოცანა გვაქვს, შემოკარგო. ჩვენ დემოკრატიის გადარჩენისთვის სახელმწიფოებრიობა გადარჩეს. და შესაძლებლობა მოგეცეს და როგორ გადაჭრით ამ პრობლემებს ხელისუფლებაში მოსვლის მხოლოდ ერთობით და მხოლოდ ოპტიმიზმით და მხოლოდ მობილიზაციით და მხოლოდ კონსოლიდაციით და თუ რწმენა არ გადავდეთ და თქვით რომ იცით რა ნაციონალურ მოძრაობა ჩამოინგრევა და ნაციონალურ მოძრაობა აღარ იარსებებს და ნაციონალურ მოძრაობა განადგურდება, ეს ყველაფერი უნდა და ამ კაც 10 წლის განმავლობაში და ვერ ეღირსა და ვერც ეღირსება. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ ნიშანი ერთმანეთს არ მოუგოთ, ვიცი, შეიძლება არასწორად მართავთ ამ შემთხვევაში ბატონო ნიკა. თუნდაც თქვენ ახლა თქვით რომ ოპოზიცია არსებობს ტელეკომპანიების გასაგებად. თქვენ თქვით რომ მე თქვენ რომ არსებობთ ოპოზიციის დამსახურება არისო და ჩემი პასუხი იყოს. ოპოზიცია რო არსებობს. რა თქმა უნდა, მაშინ შევთანხმდით. ოპოზიცია რო არსებობს, ისიც
ოპოზიციის დამსახურება განსაკუთრებით ნაციონალ მოძრაობის. ეხლა ნაციონალ მოძრაობა, როდესაც მოშიშლებულ ოპოზიციურ ველზე მარტო იბრძოდა, რისთვის გადარჩენისთვის იბრძოდა, საკუთარი თავის გადარჩენისთვის კი არა. ეხლა პირდაპირ გეუბნებით, აი სხვა პარტიები პოლიტიკური, რომლებიც მომდენო წლებში შემოუერთდნენ პოლიტიკურ პროცესებს, ვერც კი შეიქმნებოდნენ, ვერც კი დარეგისტრირდებოდნენ 2016 წლამდე თუ კი განადგურდებოდნენ. ამიტომ ბრძოლა შედის გადამწყვეტ ფაზაში. აქ საჭირო არის, რა თქმა უნდა, თავგანწირვა, თავდადება, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანია პრაგმატულობა, მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და სიმრავლე და სიმტკიცე. კიდევ ერთხელ ვამბობ, კი ბატონო, ქართულ პოლიტიკაში და ყოველ პოლიტიკურ პროცესში ყველა ქვეყნის მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსი, რომელიც ჩვენ კიდევ დიდხანს არ გვექნება, სანამ ბიზინა ივანიშვილი არის მართვის ადავეებთან, მაგრამ ჩვენს ხარეს არის სიმართლე და უდიდესი მორალური უპირატესობა თეა. და მე სწორად მჯერა ნამდვილად არ ვცდები, რომ წელიწად ნახევარში მაქსიმუმ 2 წელიწადში ისტორიული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქართული ხალხის მიერ. ან ჩვენ გამოვგლეჭთ ბიზინა ივანიშვილის ამ სახელმწიფოს, ან ჩვენ დავმარცხდებით, მაგრამ დავმარცხდებით არა მომდენო საარჩევნო ციკლამდე, არამედ შეიძლება 2-3 ათეული წელიწადით. ისევე როგორც დაწუნებული 1919 წელს ბევრი ქართველი მაშინ ქარამშუტულად შეიძლება ვარაუდობდა, რომ საფრთხე არ იყო რეალური. დღესაც გვძნობ ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ამ საფრთხეს ასე მწვავედ ვერ უყურებენ და ვერ აფასებენ. მოკლედ, მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა. მე მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩება ისეც თავისუფლებაზე იქნება, ნიკა გვარამიაც გათავისუფლდება, მაგრამ ისე ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, ეს ყველაფერი რომც მოხდეს და მიხეილ სააკაშვილი გადავიყვანოთ ჩვენ საზღვარგარეთ, ნიკა გვარამია გათავისუფლდეს და სხვა პოლიტპატიმრები, შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს უკვე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დამოუკიდებელი აღარ იქნება და ის მთელი შრომა და გარჯა, რაც მიხეილ სააკაშვილმა გასწია ამ წლების განმავლობაში, წყალში გადაიყაროს. მადლობა. ეს საფრთხეც არის და ჩემის აზრით ეს ამოცანაც არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ არის მადლობა ნიკა მელიას, ის პესიმისტურ ნოტაზე ვასრულებთ, მაგრამ ამ საფრთხეებზე აგრძელებს საუბარს ხელისუფლებაც და მე ეს კომენტარები მინდა ახლა შემოგთავაზოთ პირდაპირ ეთერში. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს კი მადლობა შეეუბნები გულწრფელი ინტერვიუს. ეს არ არის პესიმისტური განწყობა, ეს არის რეალობის დანახვის მცდელობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ყველაზე ძვირფასი რაც გვაქვს სახელმწიფოებრივ, აი ამას ვკარგავთ. მადლობა. დიდი მადლობა.